წარმოიდგინეთ რა. ეს სროლის შემდეგ ჭიდი მოხსენით, თუ მჭიდი არ აქვს ყველა ვარიანტში. დასხელტეთ, მე იარაღი გადახსენით, ხელით შეამოწმოთ. აუცილებლად რა დაიცავით უსაფრთხოების წესები. ეხლა იქ ბიჭები ისვრიან. წავიდეთ ვნახოთ. ანუ სამი ტყვია ვესროლე ქარი იქრის რა რაღაცნაირი, მაგრამ აი ეს ორი ტყვია მოხდა რამის ერთი მეორეში. პირველი ეს იყო, მერე ორი ეს რა. კიდევ ერთხელ ვიტყვი, ქარი ძალიან მნიშვნელოვანი ესეთ ამბავში, იმიტომ რომ ტყვი არის ის რა ქვია. ტყვი არის მსუბუქი. და იმაშურება რა ქვია, ახლა მას მივაწებ, მე რომ სხვამაც ისულოს. მსუბუქი ტყვია და არ ბეინებს აქეთ-იქით. ამით ტიკის განხილვა დავამთავროთ. კიდე ჩავიწერ ესეთ მცირე კალიბრიან ტყვიებს, მოკეთ რაც მოხდება რა. თუ ვინმესა გაქვთ ისეთი იარაღი სისტემა, რომელიც მე არ ჩამიწერია, თუ არ დაგეზერებათ, მომაწოდეთ, ერთმანეთსაც გავიცნობ და აი საქმესაც გავაკეთეთ. კარგად ვზანდებოდეთ შემდეგ ვიდეომდე.